დავით ყოლბაია და ზურაბ სოსელია საპატრულო პოლიციის სამსახურში აღდგენას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ. ისინი სამეგრელოს ზემო სვანეთის სამმართველოში მუშაობდნენ და მათი გათავისუფლების მიზეზი, როგორც ყოფილი პოლიციელები აცხადებენ, პირადი ანგარიშწორება გახდა. 2012 წლის ნოემბრის თვეში ვასრულებდი პატრულირებას ზუგდიდში და დადიანის ქუჩაზე, რა დროსაც შევაჩერე დამრღვევი მძღოლი, რომელიც არსარგებლობდა უსაფრთხოების ზღვებით, ასევე საუბრობდა მობილური კომუნიკაციის საშუალებით. მძღოლი აღმოჩნდა ვინმე კოჩაკ ეკუტია, ქართული ოცნების აქტივისტი. როგორ ვაჩერებთო ჩვენო. ჩვენ უთხარით რა მნიშვნელობა აქვს, ისი მანქანა აქვს, თქვენ აქვს დარღვევა და შესაბამისად შეგიდგება საჯარიმო ოქმი. ეს მანქანაო ბოლო ედიშერ თოლორაიას მანქანა არისო. დაგვემუქრა ეკუტია რომ ედიშერს ჰქონდა იმის ძალა და უფლება და თვითონაც მასაც რომ ჩვენ გაგვანთავისუფლებდნენ სამსახურიდან, რაც შესაბამისად დადასტურდა კიდევაც პატრულირების დროს გავაჩერე დარღვევით მოძრავი ქართული ოცნების აქტივისტის ავტომობილი, რომელსაც გამოუწერე შესაბამისი საჯარიმო ქვითარი. ეს პიროვნება აღმოჩნდა ვახტანგ კუტალია, რომელმაც არაერთხელ განმიმართა, რომ იმ შემთხვევაში თუ დავაჯარიმებდი მას, მოხდებოდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება მისი კავშირების გამოყენებით და რომ მას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებზე. საპატრულოს ხელმძღვანელმა შალვა შენგელიამ და ლევან იზორიას ახლო ნათესავმა პატაკაციამ იზულების ზემოქმედებით დამაწერინეს პატაკი, თითქოს მე არ მსურდა მუშაობა საპატრულო პოლიციაში. გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატრულ ინსპექტორებმა არაერთ უწყებას მიმართეს. მათ მხარდაჭერა და სიმართლეში გარკვევა პოლიციელების უფლებების დაცვის სახელით შექმნილ ფონდ კომაგსაც თხოვეს, თუმცა ყველაფერი უშედეგო. მივმართეთ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, მთავარი პროკურატურის გენინსპექციას, თუმცა არც ერთმა ორგანომ ჩვენი საქმე არ შეისწავლა. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციიდან მოგვივიდა. დავით ყოლბაიამ და ზურაბ სოსელიამ განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ზეკა ბესელიას სახელზეც შეიტანეს. ყოფილ პოლიციელებს სამსახურიდან იძულების წესით გათავისუფლების შესახებ დამადასტურებელი არაერთი ფარული ჩანაწერიც გააჩნიათ. შენი სამსახურიდან წასვლას შენი პატაკი დაედო სახელს. მეტი არაფერი. მაგრამ პატაკი ჩემნები დავწერდი. ეს შენ თავს უნდა კითხულობ. კაცი ეს ხორაგაცაც მეუბნება და მე არ ვიცი ვინ რას გეუბნება, მაგრამ შენ პატაკი მოვიდა ჩემთან. არა, ბესელიას სახელზე დავწერდით და ავშირით მობილური ტელეფონის საშუალებით. რა დროსაც ბესელიამ იკითხა ვინ ხარდო. ჩვენ უთხარით პოლიციის სამსახურიდან უკანონო დათხოვნილი ხალხი ვარ და გვინდა თქვენთან შეხვედრა. ხო, ეხლა უცხოეთში ვარო და ჩამოვალო და შევხვდეთო, მაგრამ როდის დაგითხოვესო და ჩვენ უთხარით დაგვითხოვეს ეხლა არჩევნების შემდგომ და როდისო არჩევნების შემდგომ, ამის შემდეგ ცოტა რაღაც გაამკაცრა ჩვენთან საუბარი, ცოტა ასე ვთქვათ, გრუბად გვესაუბრა და ჩემს სახელზეო დაწერეთო, განცხადებაო და შემოიტანეთო და ეგ იქნებაო საქმეო შეხვედრით, არ ვიციო როგორ შევძლებო შეხვედრას. ეკა ბესელიას კომიტეტმა გამოგვიგზავნა ესეთი პასუხი, რომ მათი კომპეტენცია არ იყო მსგავსი ტიპის საქმეების განხილვა და უნდა მიმემართა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, რასაც ფაქტიურად აზრი არ აქვს. ყოფილი პოლიციელების საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა სცადა, თუმცა ნანმაშვილის უწყებამ დეტალები არ გაარკვია და საქმის გადახედვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით სთხოვა. სამინისტროს განცხადებაში კი ნანმაშვილის წერილზე ნათქვამია, რომ მოკვლევის და შემოწმების შედეგად პატრულ ინსპექტორების განცხადებებში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად.